სიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო მოვედი ცოლშვილო არა ეხლა ასეთი დახვედრაც არ არის საჭირო მალხას რა არის ეს რა გამისკდა გული ნუ შეიძლება ესე დრო იყო ჩემ დანახვაზე გული გიფანცხლებდა და ეხლა გისხდება კაი რა ესე შემოპარვა შეიძლება რა უკრა რო შემოვიდი დავიძახეთ ეხლა მახარობელს ვერ გამოვაგზავნიდი აქეთ ბიჭო დაგერეკა მაინც აჰა უკაცრავად გავალ დავრეკავ და მოვა კაი მოდი ნუ მაიმუნო წამოდი ახლა მომიდები როგორ ხარ გოდი ო კაი რა აბა ძალიან მოგენატრე ვინერვიულე რატო ორი დღით მივდივარო და ერთი კვირა გამოჯექი იმ შენ ფუტკრებთან რა მექნა კაცო რა მოხრება ახლა მოინდომეს გამრავლება და ჩემბრალია მაგარი საქმე იშოვე რა რომ ვიცოდე ძალიანაც საშვილიშვილო საქმეა ხო და ეხა შვილიშვილებიც მალე წამოგვეწერა რასა გონი მოიცა მგონიზე შენ მაგას არ იტყოდი რა ვიცი მგონი მალხა სერიოზულადაა საქმე გითხრა რამე ვინ ბიჭო ნიკამ შენმა შვილმა არიცი რა უჟმურია შენაირი რას მეტყოდა ხო რა ცუდია ყველაფერი ჩემი აქვს რა კაი რა მოიცა ერთი წუთი არა გრძნობ რომ რაღაცა სერიოზულია თან ის გოგოც ისეთი აქტიურია საათიც უჩუქებია რა იცი გაჩვენა რა თქმა ბიჭო ჩვენება წამოიცვა იმ წუთშივე ხელზე რა მაგარი რამე გეხვეწები ოღონდ არაფერი არ უთხრა ბიჭ ძალიან ვთხოვ რა უნდა უთხრა როდის რა მithქვამს რო ხო რა მალხას რა ჯერ გავარკვიოთ ყველაფერი არ გვინდა ეხა ამბის ატეხა ნეტა ვინ არის მე მგონი თანამშრომელია ვითომ ბავშვი არსად არ გადის საავადმყოფოს გარდა ვინ იქნება აბა ო გამისკდა თავი ამდენი ფიქრით რა რა სიძო ჩემონო ასეთი ყოფილა მშობლის ხვედრი შობლის ხვედრი შენ მოგშიბდებოდა ხო გაჭამა მაინც არა მაგრამ შენი გაკეთებული რამე მომენატრა ხო გაჭმევ ხა კაილობიომა გაკეთებული შენგენაც წავედი მე ხიბერს დავიბანო მოვდივარ აი როსა როგორ ხარ გადასარევად ეს რა არის არაფერი თბილეული და ხილი მოვიდა კაი რა რუსა ჯერ არ უშიმშილო რა შუაშია ხა ეგ შემომიშვებ და ვიდგე ეს გამოვშტერდი მოდი შემოდი გამოგასვა აი რა რუსა ერთი და მარკეტში არ მომიწევს ჩასვლა ხო და ძალიან კარგი დალამაზი ხარ შენ სად მიდიხარ მე არა მივდივარ დედაჩემთან უნდა გავიდე ცოტა მოგვიანებით და თუ ფორმაში არ ვარ ეგრევე იწყებს დედა როგორ დაგღალე როგორ დაგაბერე ზოყვარელი რა შვება როგორ არის ექიმებმა რო მითხრეს რაღაც სასწაულის იმედად თუ იქნები თუ აი ეგ სასწაული მოხდა რა გესმის შენ ეს რა ბედნიერება აჰა აბა მაგრამ ვინ შეგარგო მარიამ ეხა არ მითხრა ტელეფონში რაც მელაპარაკე კობაზე იმის ნახევარი მაინც რომ მართალია ნახევარიც არ მithქვამს რაც გააკეთა ესე იგი უკაპიკოდ დაგვტოვა ფაქტობრივად უსახლკაროდ და რა უნდა ქნა ეხა რაღაცები უკვე ქენი მაგალითად ეს ბინა გავყიდე რა და რას აპირებ მე ჯერ ვერაფერი რაღაცები ვნახე მაგრამ ელენეს არ მოსწონს პრინციპში არც მე ბინის ახალი პატრონი გვაცდის რაც მთავარია და 1-2 კვირა მაქრო უკეთესი ბინა ვნახო უფრო პატარა მაგრამ ნორმალური აუ დაგღალე ხა ჩემი პრობლემით მოდი ყავას გაგიკეთებ ხო გინდა ყავა კი მინდა ისე შენ პრობლემებთან რა მოსატანია მაგრამ მეც გიჟივით დავრბივარ მთელი დღე ამ ოფისის ფართების სანახავად მე ნახე რამე რამდენიც გინდა ვაიმე ჩემი ყოჩაგი შენი ყოჩაღი, შენი მდიდარი რო ვიყო, უფრო კაი იქნებოდა ყოჩაღი. რატო? ძვირია? საშინელება ხდება რაღაც.
ანუ ვეღარ ვაკეთებ. რას ვერ ვაკეთებთ ერთ? იღა მაკლი, ეხა მაგაზე დავიწყებ წუწუნს რა. არა მე ვერ მოვისვენებ, სანამ იმ იდიოტებზე კარ კლინიკას არ გავაკეთებ. ავდგები და ინვესტორებს ვიპოვე. ან ბოლო-ბოლო მაქვს რაღაცა საგვარეულო სამკაულები და გავყიდე. რა ჯანდაბათ მინდა ერთი. მე რომ ვერაფერში გეხმარები, რაც მქონდა წლების წინ კობას თამაშმა შეიწირა. იცი რა, შენი დახმარება ის იქნება, შენ კლიენტებს რომ დაიბრუნებ. აი, მაგას გპირდები. დადგნენ მე ცარიელ კლინიკაში ის თამთა და აჩი და ილოშნაონ. ვა, კერეს? ვა! ეს ვინ დასდო პატივი ჩემ უბასა? შედახوار მოდიო. მეტი საქმე არ მქონდა, ხე შენთან მოსულიყავ. აი, წავედი მაშინ მაგრამ. უი, ბარე მოგილოცავ, ხო? ახალ შეყვარებულს. არაჩვეულებრივი გოგოა ესე. სხვათა შორის იმ დღეს აუზზე რო გნახეთ. იცი რა დავინახე? რომ ისე თვალებით უყურებდი, როგორც ჩემთვის არასოდეს არ შემოგიხედავს. მე მithვალთვალებდი? არა, უბრალოდ ხანდახან აუზზე მეც დავდივარ ხან. კარგი, თუ არაფერი გაქვს სათქმელი, მაშინ წავედი. რატო გიჩქარება თაკოსთან? ჰა? სახელიც გაგიგია, ანა? მეც ანუ მართალია ეს ამბავი, ხო? ახალი შეყვარებული ყავს. არა, ალბათ ახალი არა ძველი. მე როცა გამისტუმრებდი ხოლმე სახლე, მე შენთან მოდიოდა თაკო, ხო? ესეა. შენა განსხვავებით ორ ადამიანს ერთდროულად არ ხვდები ხოლმე. ყოჩახ კერეს. ყოჩახ. და გინდა რომ დავიჯერო რომ მე და შენ რომ დავშორდით მეორე დღესვე ახალი ლამაზი ჩემზე პატარა გოგო ნახე, ხო? წარმატებული თან თავის საკუთარი კლინიკი და მთელი ამბებით. ბრავო. მაგარი გამოძიება ჩაგიტარებია. არა, არაფერი მე არ გამომიძიებია რა, უნდა დავწუნებულიყავი რომ მატყუებდი და ეგრეც არის. არ ვიცი, რაც გინდა ისი ფიქრი. ფიქრობ. და კიდევ კარგი რომ შენ იდიოტური სიყვარულის ახსნებს არ დაუჯერე რა და კიდევ კარგი რომ შენ ცხოვრებაში გამოუსწორებელი შეცდომა და გილოცავ მე რა და გისურვებ წარმატებებს, მაშინ უშეცდომო ცხოვრებაში მეტი არაფერი. ძალიან დიდი მადლობა შენც ასევე. არაფრის, კარგად ბრძანდებოდეთ რა. ანა. შეეშვირა ჩემ თვალთვალს, ხო? ჩემი ცხოვრება შენ აღარ გეკუთვნის. არც მე შენი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ კიდევ 5 წუთი და მერე წავალ. გეჩქარება სადმე? არა, უბრალოდ ვერ ვიტან ამ უაზრო ლოდინს რა. და ხო იცით, ყველად არ აგვიანებს ხოლმე. მეტყობა რაღაც საქმე გამოუჩნდა. და ჩვენ უსაქმურები ვართ, ხო? თუ მონები სულ რა უნდა ველოდოთ? აი დარწმუნებული ვარ ნიკა რომ შემოვა და დაჯდება პირველი შენ წამოხტები და იტყვი არა რა დაგვიანებაო. ხოდიში დამაგვიანდა ძიმე პაციენტი იყო. არა უშავს ნიკა ექიმამ, მაინც არაფერს ვაკეთებდით. მოკლედ პაციენტის ანამნეზის კითხვებით რომ არ დაგღალოთ, უცებ გეტყვით. ჩივილებს. მე ამ წვავეთკივილი მუცლის არეში პირღებინება. პალპაციით მუცელია გამაგრებული, ტემპერატურული ცვლილება. აპენდიქსი. აპენდიქსი. ოჯახ, რას ვაკეთებ? აპენდიქტომიას. როგორც? გააჩნია აპენდიქსი თუ გახეთქილი არ არის ლაპარასკოპიულს, მაგრამ თუ გახეთქილი არის ღია ოპერაციას. ოჯახ, არ არის გახეთქილი. ანუ ლაპარასკოპით ამეჭრება. კი ბატონო, რატო ანიჭებთ უპირატესობას ლაპარასკოპიას? იმიტომ რომ რეაბილიტაცია უფრო მარტივი და სწრაფია. შვენიერია. ეხლა ოპერაციის შემდგომი გვერდით იმოვნების თქვა და ეგ არის. შებერილობა, ყაბზობა, მუცლის ყრუ ტკივილები. ვიტყოდი. კარგი, შვენიერია. თეორიას მოვჭით, ახლა პრაქტიკის ძრო. მოკლედ, ერთ-ერთი თქვენგანი დღეს ოპერაციაზე ჩემი ასისტენტი იქნება. გავალ მომემზადები. შენ რატო რა წესია? ლიზა, თუ გახსოვს, მე დავსვი დიაგნოზი. კი, დათა, ყველაფერი გვახსოვს, მაგრამ დღეს ოპერაციაზე წამოვა თაკო. მე? ბადლა. დადულა დაიმსახურე. ჰა, რა ხდება? ხშია თუ გეძინება? რომლის პონდი იჭდება, ჭამის თუ ძილის? არც ერთის. წუთი-წუთზე დამკვეთი უნდა მოვიდეს. აუ, კარგი რა. ეხლა არ მოვჩვით იმ ხელას შეკვეთას. და მოიცა, მეტი არ გინდა?
არა, როგორ არ გვინდა, მაგრამ ცოტა დაგვესვენა რა. არა, რა უნდა დაისვენო, ბიჭო. ისეთი შეკვეთაა, რომ მე მაიამიზე დაისვენო. არ მინდა მაიამიზე დასვენება. ქარელში წავალ ჩემებთან. ნუ ეხა პრინციპში ერთ და იგივეა რა. ადე მოიხოდე, კაცო, მიდი. გამარჯობა. გამარჯობა. მე მოიცადეთ. ცოტა უცნაურ სახელიან ბიჭს ვეძებ. კარლო? ალბათ კასპერა. დიახ. დიახ, მე ვარ კასპერა. მოპატიეთ. თქვენი რინა, ხო დილით რო გესაუბრეთ? კი, ზუსტად. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. ეს ჩემი მოადგილი არის ზვიად. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. თქვენ მხოლოდ ორნი ხართ? ნუ ძირთადად კი, მაგრამ თუ დიდი პროექტია და გჭირდება დამხმარე ძალა, ვიმატებთ პროფესიონალებს. მგონი ამჯერად დაგჭირდებათ. საოფისე ავეჯი გჭირდება. 6 ოთახისთვის. საკონფერენციო მაგი და სამუშაო მაგიდები, კარადები, თაროები. მოკლედ, დიდი სამუშაოა. სულ ეგ არის? ძალიან კარგი. რასაც შეგვიკვეთავთ, იმას დაგიმზადებთ. და დროშიც ჩაედევით, ხო? ანუ დედლაინი ჩვენთვის წმინდათა წმინდა არის. არა ზვიად? უწმინდესი. ესე იგი შეგვიძლია ხელშეკრულება დღესვე გავაფორმოთ. კი ბატონო, თქვენ მითხარით რა თანხაზე არის საუბარი და გავაფორმოთ. როგორც გითხარით, არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ტენდერი რომ გამოვაცხადოთ, შეიძლება სხვებმა გაჯობონ ფასის მიხედვით. ამიტომ პირდაპირ შესყიდვის წესით შევიძენთ თქვენგან ავეჯს. უბრალოდ ჩვენს დონორებს ერთი რეგულაცია აქვთ. საბანკო გარანტია გჭირდება. ანუ შეკვეთის თანხის მოცულობის გაყინვა თქვენს ანგარიშზე. ფორმალურად ჩვენ შეგვიძლია ამ თანხის გამოყენება, თუ თქვენ შეკვეთას ვერ ან არ შეესრულებთ. ანუ? ზვია, თუ გადავაგდებთ, თანხას უკან აიღებ. არა, კასპერა და გადაგდება, ეგეთი რამე არ არსებობს. მესმის. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი დონორი კასპერას არ იცნობს. კი ბატონო, თქვენ მითხარით რა თანხაზე არის საუბარი და ხვალ ყველა საბუთი მზად მექნ. კარგი, მაშინ ხვალ გავაფორმოთ ხელშეკრულება. კი ბატონო. კარგით, აღარ მოგაცდენთ ხვალამდე. კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის. რა ხალია? აუ, არ მიჯერა ჩემ პირველ ოპერაციაზე შევდივარ. მაგარია. გონია რამეს გააკეთებინებ რა? არა, გალერეიდან ყურება ჯობია. შურიან. თაკო, ანუ ვერ ხდები პროსტა როგორ ნერვიულობ, ყველაფერი მიკანკალებს, აი. დაო, გინდა მეშო. გაგიჟდი გოგო სიხარულისგან მიკანკალებს. ხო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხო? ეგრე მაინც ვერ შეხვალ ოპერაციაზე. რა გინდა? არაფერი. ნუ, არა, უბრალოდ მინდა. შეგიძლია ეს ოპერაცია მე დამითმო. ანუ შენ მაგიროთ მე შევალ. რატო? ძალიან მინდა. რატო გონია რომ მე არ მინდა? ხო, მაგრამ ანუ ჯერ ერთი მეც ძალიან მინდა და მეერთეთი ნიკამ მე ამერჩია. მე რა? არ შეგიძლია უთხრა რომ არ გინდა, ან არ შეგიძლია ხო არ დაგაძანოთ. რატო? ანუ ვერ ვხვდები რატო უნდა მოვიტყო, ან შენ რატო უნდა დაგითმა? გონი ვიცი? რა? აბა დაიფიცე რა ოპერაციაზე იმიტომ გინდა რომ შეხვიდე და მარტო ოპერაცია გაინტერესებს. ხო, სხვა რა უნდა იყოს? რა არა, ვინ? თქვი რომ გამოვიცანი? არა. აი, ნუ იქცევი ბაღის ბავშვი, თქვი რომ მოგწონს. თქვი იმერე სირცხვილი კი არ არის. ხო და გეუბნები. ამას არ ქვია რომ მეუბნები, ამას ქვია რომ გამოგწეხე და აქამდე რომ ცოდნო და ეხლა შენ შეხვიდოდი ოპერაციაზე და ეხლა ხო იცი. ეხლა ვიცი, მაგრამ მელოდება უკვე. ანუ მიყურებ ეგრე, გავიკეთე.